ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სკოლა და დაჯილდოებული მოსწავლეები მიხეილ სააკაშვილი დღეს ვაზიანს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტმა ახლად აშენებული საერთაშორისო სტანდარტების სკოლა გახსნა. ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ოთახი, სპორტული მოედანი, ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. ლაშა მიქაძე გეიმობთ. ჩვენი ბავშვები მაინც კარ სკოლაში ისწავლიან. კაი საქმე გაგეცეთ. და ეხლა დაანჩენ საკითხებსაც მივხედავთ ნელა. ახალი საჯარო სკოლა ვაზიანში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. საერთაშორისო სტანდარტების სასწავლებელში 171 მოსწავლეს და 21 პედაგოგს რადიკალურად განსხვავებული გარემო დახვდათ. ახალი სკოლის მშენებლობის დასრულებამდე სასწავლო პროცესი სოფელ ვაზიანში ამორტიზირებულ ნაგებობაში და გაუსაზღვის პირობებში მიმდინარეობდა. აქ საკლასო ოთახი და ინვენტარი მეცადინეობისთვის საჭირო ვერც ერთ პირობას ვერ აკმაყოფილებდა. ასეთი სასწავლის სკოლა გაგვიკეთა ჩვენი ბავშვები, რომ ღიაცის ქვეშ არ ჯდარან და გაკვეთის არ სწავლობენ. ნამდვილად აწვიმდათ თავზე ბავშვებს რა. დიდი მადლობელი ვარ. ახლა დაშენებულ სკოლაში ბიბლიოთეკასთან და კომპიუტერულ კაბინეტთან ერთად საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიაც ფუნქციონირებს. ახალი ეს ლაბორატორია თუ გქონდათ ადრე? არა, ახალია. და ეს უცებ როგორ ისწავლე? აქამდე თეორიულად ვიცოდი ყველაფერი. პრაქტიკულად ვიადობდება. ხო. ეს შორს მე არ მქონია ჩემ ბავშვობაში. აი ამით განსხვავდებიან რევოლუციამდელი ბავშვები, რევოლუციის შემდეგ ბავშვები. ვაზიანის სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე სკოლაში მოსწავლეებს თავდაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების გაკვეთილები უტარდებათ. სულია კიდე საგებავს. იმედი არ გაწუხებთ. მაგრამ ეს უნიჯობია სიძველი სუნს და შმორის სუნს, რომელიც ადრე იყო. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი ინგლისურ ენას ამერიკელი პედაგოგი ასწავლის. აბა თქვენ როგორ ახართ? მე მადლობ. და ინგლისურად როგორ ახართ? როგორ ახართ? How are you? და მე როგორ ნამბოს? აბა ჩენ. ეროვნულ გამოცდებთან ერთად ვაზიანის სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობენ. წარჩინებული მოზარდები დღეს პრეზიდენტმა პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა. სუათები გქონდათ, რა? ესე როგორია? მე. და ესე. გვერაში. აი თქვენ რო ისწავლეთ, კარგად თქვენ ლიგასავით დაგიგებთ მე კომპიუტერებს. დადი. შენ მარტო სპორტში არ ხარ მაგარი? სწავლაც მაგარი, რა? რომელ კლასში? მეშვიდე. სულ და სუათები. ხო, და აბა კომპიუტერებს სახში გააჩერე. ახლა დაშენებულ სკოლაში საგნობრივი კათედრაც მუშაობს, სადაც პედაგოგები სასკოლო სიახლეებს და მიმდინარე რეფორმებს ეცნობიან. განათლების სისტემაში ცვლილებებზე სკოლის დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. ქართველი ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ყველა ბოლო კაპიკს მოიკლებს და ბავშვებს სწავლას დაახარჯოს, მაგრამ ჩვენ უნდა შევძოთ, რომ ამაზე ხელი არავინ არ მოითხოვს, ამიტომ წელს ჩვენ გავამარტივეთ სახელმძღვანელოები. მე ვფიქრობ, საშუალო პაკეტი სადაც 100 ლარამდე იქნება, ხო? არა უმეტეს. სახელმძღვანელო 10 ლარზე მეტი არ იღებენ. პირველ კლასელებს უფასოდ ვაძლევთ სახში კომპიუტერებს. პირველ კლასელები ალბათ 40 ლარამდე ესე დაახლოებით, ხო? 40 ლარი. ერთ სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა, რაც აქ არის, და ბავშვი სახში ამ ბავშვებს კიდევ ძალიან წარმოუდგენელი სიღარიბე აქვს აქ გარშემო. მაგრამ სკოლაში მოდის ისეთში, როგორც სკოლაში სწავლობს შვეიცარიაში და ჰოლანდიაში მისი თანატოლი. უკვე ესე იგი ბავშვობაში რაღაცა სეგმენტი უჩნდება, რომელსაც ამოყავს ამ სიღარიბიდან. და აქ მაინც რო იყოს კარგად დაცული და ინტეგრირებული, მე ეს გავცელდება ასევე დანარჩენ საქართველოს. ეს არის შევაჯამოთ ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა და საქართველოში ულტრათანამედროვე სკოლა და ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა სკოლა, რაც არის საქართველოში, იყოს ესეთი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ სიტყვის შესრულებისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი შეპირდა მოსწავლეებს და მშობლებს. კალათბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. ახალ სკოლაში სპორტული სტადიონი და დარბაზი ფუნქციონირებს. თანამედროვე ნაგებობა ვაზიანში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენდა.